თბილისის მთავრობის ხდომაზე დღეს რამდენიმე საკითხი განიხილეს. დავით ნარმანიას განმარტებით მთავრობამ ეგრეთ წოდებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში უკვე დაზოგა 1.800.000 ლარი. საიდანაც უმეტესობა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. თბილისის მერმა განმარტა ავარიული კორპუსების რეაბილიტაციასთან მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც დავით ნარმანიას ინფორმაციით ამ დროისთვის 32 მრავალსართულიანი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რისთვისაც 15 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ჩვენ ქამრების მოჭერა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოვედით თბილისის მერიაში. 2015 წლის ბიუჯეტში თავდაპირველადვე ჩავდეთ საკმაოდ შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები. მიუხედავად ამისა, კვლავ რევიზია ჩაუტარეთ დედაქალაქის ბიუჯეტს, ჯამში 1.800.000 ლარზე მეტი დანაზოგი გავაკეთეთ, საიდანაც 300.000 ლარი ეს არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ხოლო 1.553.000 ლარი ეს არის საპრემიო ფონდის შემცირება. ბიუჯეტში ცვლილების პროექტს ვამზადებთ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონი ლარი ცალკეული მუხლებიდან იქნება დაზოგილი და გადატანილი ინფრასტრუქტურის ხარჯებში, რათა ამით ხელი შეუწყოთ და წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა.